ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ევროპის დიპლომი მიენიჭება. საკითხზე საფრანგეთში ევროპის საბჭოს ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს. პირველ ეტაპზე შესრულებულმა სამუშაოებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა. შემდეგ ჯერზე კი დაგეგმილია ექსპერტთა საველე ვიზიტი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ეს დიპლომი ევროპის საბჭოს უმაღლესი აღიარება არის, რომელიც ენიჭება განსაკუთრებული ეკოლოგიური და ლანდშაფტური ღირებულების მქონე დაცულ ტერიტორიებს. ლაგოდეხის ტერიტორია საქართველოში პირველია და საუკუნეზე მეტი წლისაა. ევროპული დიპლომის მინიჭება იქნება როგორც მისი ეფექტიანი მენეჯმენტის, ისე ხელშეუხებელი ბუნების საერთაშორისო დონეზე აღიარება. ჩვენი ვიზიტორების 80% არის საქართველოს მოქალაქე, 20% არის უცხოეთის მოქალაქე. უცხოელებიდან პოპულარობით და აქტიურობით სარგებლობენ გერმანელები, არიან პოლონელები, მერე მოდიან რუსები, აზერბაიჯანელები და ისრაელის მოქალაქეები. ეს არის ძირითადი აქტივობა უყვართ სალაშქრო ტურები, საცხენოსნო ტურები და უბრალოდ დასვენება ველურ ბუნებაში. რას მოგვიტანს და რა არის ევროპული დიპლომი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება. ეს ნიშნავს, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორია რეგიონალური მოთამაშიდან გადადის უკვე კონტინენტური მნიშვნელობის დაცული ტერიტორია ხდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ ელიტური დაცული ტერიტორიების კლუბში, სადაც ძალიან მცირე რაოდენობით არის ევროპის მასშტაბის, სულ 74 დაცული ტერიტორია დღეს და ეს ნიშნავს ხარდაჭერას და აღიარებას. ხარდაჭერას მართვაში, ექსპერტულ შეფასებაში და ასევე ტურიზმში. ეს დაგვეხმარება, რომ ევროპის მასშტაბით ეს დიდი ქსელი დაგვეხმარება, ჩვენ მოვიზიდოთ ვიზიტორები, მოვიზიდოთ ექსპერტები და შესაბამისად შესაძლებელია, რომ დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდის შესაძლებლობაც გახდეს. დიპლომი, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს გადაეცემა, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ბიზნესისთვის. ეს გაზრდის ცნობადობას, მოიმატებს ვიზიტორთა რიცხვი, რაც წინაპირობას ქმნის იმისას, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნეს ოპერატორებისთვის გაჩნდება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობა.